ელენა ხოშტარიას ექიმება ანი ქავთარაძეს, მაკაიოს ელიანსა და პენიტენციარული სამსახურის დირექტორ გიორგი პატარიძეს შორის შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკურნალმა რევმატოლოგმა მაკაიოს ელიანმა განაცხადა, რომ პაციენტს კვლავ მოინახულებენ, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია დაადასტურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმაც. მისი განმარტებით მსჯავრდებულ ხოშტარიას მაკაიოს ელიანი ციხეში ორ შაბათს მოინახულებს, რის შემდეგაც მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები გადაწყდება. მე მაქვს იმედი, რომ ამ შეხვედრაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი აი ამ შენობაში, ამ დაწესებულებაში მის ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით. ვინაიდან ჩვენ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი აზრით, ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ მძიმე დიაგნოზთან, რომელსაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი დიაგნოსტიკური კვლევა, ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევები და ასევე ესაჭიროება საკმაოდ კომპლექსური მკურნალობა, რომელიც საჭიროებს ძალიან სკრუპულოზურ მეთვალყურებას პროფესიონალების მხრიდან მაღალ ტექნოლოგიურ კლინიკაში. ჩვენ დავთანხმდით დიახ იმას, რომ ქალბატონი მაკა შევა ორ შაბათს გასინჯავს პაციენტს კიდევ ერთხელ და ორ შაბათს კიდევ უფრო დამაჯერებლად საბუთებით უკვე აქ ჩვენ მხოლოდ ვერბალურად მოვყევით, რა თქმა უნდა, ეს დეტალები მოვალთ და ვისაუბრებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გაწვრილებით საუბარი იყო ქალბატონი ელენის მდგომარეობაზე, თქვათ, რატომ შეიცვალა დიაგნოზი, რა მონაცემების საფუძველზე შეიცვალა დიაგნოზი და რა სჭირდება პაციენტს იმისთვის, რომ ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა. შევთანხმდით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დილით შევალთ მე და ქალბატონი პაციენტთან კიდევ ერთხელ და 2 საათზე ისევ ამ შენობაში, ამ დაწესებულებაში შევხვდებით დეტალურად გასავლელად და დასაზუსტებლად კიდევ ერთხელ თუ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პაციენტი ელენა ხოშტარია იყოს კარგად. ეს არ არის საბოლოო დიაგნოზი, მანკილოზირებელი სპონდილოარტრიტი და ზოგადად ყველა ნებისმიერი აუტოიმუნური რევმატიული პათოლოგია საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას. ეს არ გახლავთ ანტიანთებითი არასტეროიდული პრეპარატები. საუბარი არის სპეციფიურ ანტირევმატიულ მკურნალობას. დეტალურად განვიხილეთ, ასე ვთქვათ, ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება, ასე ვთქვათ, მჟავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დავიგეგმეთ, ასე ვთქვათ, რომ ორ შაბათს ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს, ასე ვთქვათ, ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მჟავრდებულს და შემდგომ უკვე დაიგეგმება ტაქტიკა, ასე ვთქვათ, მკურნალობის, სიმპტომატებითი კვლევების და სხვა თანდევი პროცედურების.